დიახ, ეს საკითხი განსაკუთრებულად მძიმე შესაძლოა აღმოჩნდეს ქართული ოცნებისთვის და ქართული ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე პირველ რიგში ქვეყნისთვის, რადგან ამის შესახებ უკვე ღიად წერს გავლენიანი მედია საშუალება Fox News-ი. ისინი ეხმიანებიან ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშს, რომლის თანაავტორიც არის გიორგი კანდელაკი და საზოგადოებას ახსოვს, რომ კანდელაკი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე უკვე დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე. ახლა კი ირანსა და საქართველოს შორის სავარაუდო კავშირების შესახებ უკვე ღიად წერს Fox News-ი. ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ირანი სულ უფრო მეტად ცდილობს გავლენის მოპოვებას სამხრეთ კავკასიაზე და განსაკუთრებით საქართველოზე. მათ მოჰყავთ კონკრეტული მაგალითები, იხსენებენ ის, რომ ირაკლი კობახიძე რამდენჯერმე ჩავიდა ირანში ნავთობით ვაჭრობაზეა ამ სტატიაში საუბარი და ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს და ირანს შორის სავარაუდო მხარდაჭერასა და კავშირებს, მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა ირანი იყენებდეს საქართველოს დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად. საუბარია Fox News-ის გამოქვეყნებულ სტატიაში. იმ ფონზე, როდესაც ირანი სულ უფრო იზოლირებული ხდება სპარსეთის ყურის მეზობელ ქვეყნებთან, ბოლო ცნობებით თეირანი აძლიერებს კავშირებს სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოსთან. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ბოლო დრომდე განიხილებოდა როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი და ნატოს პოტენციური წევრი, ნელ-ნელა უახლოვდება ირანს. კანდელაკის თქმით, რომელიც თანაავტორია ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის, საქართველოს ირანისკენ გადახრა უარყოფითად აისახება როგორც ქვეყანაზე, ისე შეერთებული შტატების ინტერესებზე. მისი თქმით, საქართველოს ტრადიციულად პროდასავლური საზოგადოებაა და შეერთებული შტატების პარტნიორად ითვლება. ამიტომ ეს ტენდენცია სახიფათო პრეცედენტს ქმნის. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ოფიციალური ნეიტრალიტეტისა, ირანი იყენებს საქართველოს როგორც პლატფორმას სადაზვერვო ქსელებისთვის და ცდილობს გავლენა მოახდინოს რელიგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებზე. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული პარტია ქართული ოცნების პერიოდში ირანთან კავშირები გაღრმავდა. ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომლებიც გარკვეული დარღვევებით იყო აღნიშნული. ამავე პერიოდში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ორჯერ ეწვია ირანს, ჯერ ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვაზე, შემდეგ კი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კომპანიები აქტიურად ყიდულობენ ირანულ ნავთობს, რაც ირანისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. 2024 წელს ირანის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით $43 მილიარდ შეადგენდა. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის მონაცემებით 2022-25 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72 კომპანიამ შემოიტანა ირანული ნავთობი, მათ შორის ზოგი დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან. ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს შესაძლოა გადაიქცა ირანისთვის სანქციების გვერდისავლის ერთ-ერთ მთავარ ჰაბად, სადაც ტრანზაქციები ხშირად ნაღდი ფულით სრულდება, რაც საერთაშორისო ფინანსურ შეზღუდვებს გვერდს უვლის. პოლიტიკოსების განმარტებით შემთხვევითი არ არის, რომ ირანის რეჟიმისა და ქართული ოცნების ხელისუფლებას შორის სავარაუდო კავშირების შესახებ წერს Fox News-ი. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც პოლიტიკოსები პირველებთან საუბრისას განმარტავენ, შესაძლოა საკითხი უკვე აქტიურად განიხილებოდეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში. ბუნებრივია, ეს იქნება შეერთებული შტატებისთვის წითელი ხაზი და ისინი ყველა საკითხს, ყველა კონკრეტულ მაგალითს, რომელიც შესაძლოა ამხელდეს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ის მჭიდრო კავშირში იყოს ირანის რეჟიმთან. შეერთებული შტატები ამას გაითვალისწინებს და პოლიტიკოსების აზრით ეს შემდგომ უკვე სამომავლოდ შეერთებული შტატების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში გამოჩნდება, მაგალითად ეს უკავშირდება იგივე პერსონალურ სანქციებს. ირანი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენის ქსელი, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნეს ქსელებით და არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს რაღაცა ფინანსურ სამრეცხაოდ გამოყენებით, არამედ სამწუხაროდ შემოიფარგლება არაერთი სხვა მიმართულებითაც, რაც უნდა იყოს ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან საყურადღებო. იმის შემდეგაც კი, როდესაც ამ რეჟიმმა სულ ცოტა ხნის წინ ათასობით პატრიოტი ადამიანი უმოწყალოდ ამოშლიდა. აი ამის შემდეგაც კი
რუსულმა რეჟიმმა გვაკადრა ის, რომ დედაქალაქის თავზე ააფრიალა ირანის დროშა. ადია კობახიძე ღირებულებითი თვალსაზრისით პოულობს ბევრად უფრო მეტ საერთოს აიათოლებთან, ვიდრე პოულობს რომთან, ბერლინთან და პარიზთან, იმიტომ რომ ის არის თხემით ტერფამდე ანტიევროპელი, მისი პროექტი არის ანტიევროპული და შესაბამისად ანტიქართული. ისეთი ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის მიერ, როგორც არის Fox News-ი, ძალიან მძიმე სიგნალი არის ჩვენი ქვეყნისთვის საუბარი იმ კონკრეტულ სარგებლოზე, რომელიც მიიღო ირანის აიათოლების რეჟიმმა ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობის შედეგად. ეს სტატია ფაქტობრივად ადასტურებს იმ ეჭვებს, რომელიც ჰქონდა ქართულ საზოგადოებას, თუ რა რისკებით შეიძლება დასრულებულიყო და რა საფრთხეები შეიძლება მოეტანა ივანიშვილის ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ფლირტს აიათოლების რეჟიმთან და ძალიან სამწუხაროა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ამერიკის და თავისუფალი სამყაროს მტრებთან ასეთი დაახლოება ძალიან დიდი საფრთხით ემუქრება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, უსაფრთხოებას და სტაბილურობას და ხელს უწყობს მათ შორის ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, დესტაბილიზაციასაც. კავკასიის რეგიონი ახლა იძენს განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას, აი სწორედ იმის გამო, რომ ირანთან ესეთი სიტუაცია ხდება, ძირითადი ფოკუსი მოტრიალდა, განსაკუთრებულად შემოტრიალდა კავკასიაზე და ამ კადრში რო განვიხილოთ, რა თქმა უნდა, იქნება უმნიშვნელოვანესი მომენტი ასევე ევროკავშირისთვის. ის ფაქტი, რომ თუ თქვათ საქართველოს თანამშრომლობს ირანის რეჟიმთან ამ საკითხებზე, ამას სერიოზულად მეკცევა ყურადღება. Fox News-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს ნატოს წევრ პოტენციურ ქვეყნად განიხილებოდა, დღეს შესაძლოა ირანის რეჟიმი იყენებდეს დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად. ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ მძიმე საკითხი და გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემა ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწევს.